დილამშვიდობისა თქვენ უსმენთ რადიო იმედს, დილის არხს და დილის ეთერს და დილის 9 საათსა და 5-16 წუთზე მოგესალმებით და ჩვენ ახლა ისეთი თემა გვაქვს შერჩეული, რომელიც ნამდვილად დილის განწყობის რეჟიმსა და რიტმში ჩაგვაგდებს. ეს სიტყვა მეტყვილად არ მithქვამს, იმიტომ რომ თბილისი რიტმი ფესტივალი, რომელიც 2017 წლიდან არსებობს და უკვე მე-9 წელს ითვლის და ძალიან სერიოზული რეპუტაცია და ისტორია აქვს, აი ეს ფესტივალი სტარტს იღებს მაისის 11-ში. თითქმის მთელი თვის განმავლობაში არის ჩანიშნული 4 სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი საღამო, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ რიტმის, მუსიკალური ჰანგების და განსაკუთრებული და განსხვავებული მუსიკალური ჟღერადობის თანხლებით გავატაროთ კონკრეტული საღამოები. შეგიძლიათ თარიღებით ჩაინიშნოთ 11 მაისი, 12 მაისი, 16 მაისი და 28 მაისი. ასეა გადანაწილებული თბილისი რიტმის წლევანდელი კალენდარი და თუ რა სტუმრებთან და რა საღამოებთან ერთად მოგვიწევს ამ თარიღების გატარება, ამ ყველაფერზე ჩვენ სტუმართან ერთად უნდა ვისაუბროთ. სტუდიაში შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, ანი ლაღიძე, თბილისი რიტმის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი, გული და სული. ანი, გამარჯობა. მოგესალმები რადიო მსმენელებს, ერთგულს მე ვარ თქვენი ერთ-ერთი. ერთგული, სხვათა შორის ანი ლაღიძე მესიჯებს წერს ხოლმე, რომ აი მოგისმინეთ დილის ეთერში რა თემა გქონდათ. არა მარტო მესიჯს, მარიკას ხმას ესე ჩავიწერ. და კიდევ ის არის აღსანიშნავი, რომ მანქანას ვაჩერებ. გისმენ, ან თუ ძალიან მჩქარობ ხო, სანამ არ დაასრულებ გადაცემას, მე სხვა გეგმა უკვე ჩაშლილია. დიდი მადლობა და ახლა მინდა რომ სხვებმა გააჩერონ. მანქანა თუნდაც ავარია თავიანთი რადიო მიმღები და მოგვისმინონ ყურადღებით და ჩაინიშნონ ეს ყველაფერი. როდესაც წითელი შუქნიშანი აინთება, გააჩერდით. სხვა მხრივ მეტი ყურადღება იმისკენ რომ წარმოვდგინოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებსაც, იმიტომ რომ სტუდიაში ჩანვართ და სოციალურ მედიის პლატფორმებზე გვიყურებენ, Facebook-ის, YouTube-ის საშუალებით და მოკლედ მსმენა იყოს და გაგონება. თბილისი რიტმი იწყება. იწყება ძალიან დიდი 11 მაისი, მოდით მივყვეთ. მარიკა, მე კიდევ მინდა ესეთი შესავალი გავაკეთო, რომ მე გისმინე კიდევ იმ არაჩვეულებრივი იაპონელ ფილოლოგის თარგმნელი და ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა ყავდა, რომელიც მუშაობს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების თარგმნელად. ამიტომ რაღაც ცოტა დამაკომპლექსე, რომ ჩემი ქართულიც უნდა იყოს შეუცდომელი. მაღალი დონის, ისეთივე მაღალი დონის, როგორც სტუმრებით ჩამოყავს უკვე 9 წელი ამ ფესტივალს, ხო? მოდი მივყვეთ განრიგს ანი. 11 მაისი, აზერბაიჯანელი პიანისტი, არტისტი შაინ ნოვრასლი. ხო? აი როგორ შეარჩიეთ ეს არტისტი და რა გველის მისგან? შაინ ნოვრასლი, რომლის შესახებ მე მგონი ორმა ადამიანმა თუ იცის საქართველოში ხა შეიძლება და თან ახლა რადიო იმედის მსმენელები ფონათაც მოისმენენ მის კომპოზიციას და მის ფონზე ვისაუბროთ და გავაცნოთ მსმენელს. უღრმესი მადლობა. დიდი არტისტია. შემიძლია თამამად თქვა, უკვე ვარსკვლავია, როდესაც მოისმენ შაინ ნოვრასლის ნაწარმოებებს, უკვე მიხვდები თუ ისთან გაქვს საქმე. მეუბნებოდნენ ესეთი რეკომენდაციები იყო, რომ რადგან არ ვიცნობთ ჩვენ ამ არტის, ხო არ შეეშლება ვთქვათ ბილეთების რეალიზაციას ხელი, რადგან ცნობილი სახელი არ არის, ხო? სახელი არ არის, მაგრამ პიანისტი, შემოქმედი, რომელიც გახლდათ პროტეჟე იმ ადამიანის, რომლის სახელი და გვარია აჰმად ჯამალი, გამორჩეული ფიგურა მუსიკალური სამყაროს აჰმად ჯამალის სივრცეში. აჰმად ჯამალი, რომელიც გახლდა თავად მაილს დევისის ერთ-ერთი გამორჩეული ჯაზ პიანისტი, მე მახსოვს დედასგან, იმიტომ რომ დედა უსმენდა ამერიკის ხმას. ყველაფერი რაც ჩვენ მშობლებმა იმ პერიოდში იცოდნენ, ესეთი ცოდნა მიღებული ჰქონდათ, იმიტომ რომ ციფრული ეპოქის შვილები ჩვენ ვართ, ხო? ან ჩვენი შვილები. ან რაღაც რადიო სიგნალი იყო, ან ფირფიტები და ჩანაწერები. ფირფიტები იყო, მახსოვს მე, უბრალოდ ისეთ გადასვლა მექნება, როდის შემოვიდა Jesus Christ Superstar ჩვენთან და მეზობლიდან მეზობლის ხელში გადადიოდა და რიგში ვიდექით სხვათა შორის. რომ მოგვესმინა ეს არაჩვეულებრივი როკ-ოპერა. აი ეს არის ზუსტად ის, რომ აჰმად ჯამალის თავისი უნიკალური ბგერა, ის განსხვავებული ის ელეგანტურობა, ეს ყველაფერი მე ჩამრჩა. რომელიც ისმოდა ამერიკის ხმიდან. და ჩვენ ზოგადად აი დღემდე მოვედით აი ამ მართლა უნიკალური ცოდნით, ხო, ეს ცოდნა ჩვენ მივიღეთ, უნდა დავასახელო
გადაცემები, ეს ესტრადა და თანამედროვეობა, რაც აკეთებდა ევგენი მაჯავარიანი და ილუზიონი ფილმები. აი ეს მოვედი ჩვენ დღემდე. ასე მოდიოდა კულტურა. ასე მოდიოდა კულტურა. დიახ, და ზუსტად აი მასთან დაკავშირებული პიანისტი იქნება 11 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში და 12 მაისს თათუზას ჯაზ კლუბში. ანუ ორი სხვადასხვანაირი საღამოა. და კიდევ მინდა ვთქვა, რომ პარიზის ერთ-ერთ უცნობილეს და ულამაზეს არქიტექტურულ შენობაში, რომელსაც ქვია Louis Vuitton-ის ფონდი, აი Louis Vuitton-ის ფონდის საკონცერტო დარბაზის ერთ-ერთ საკულტო პიანისტად ითვლება შაინო რასლი, რომელსაც პატიჟებენ, იმიტომ რომ იქ ან ამომავალი ვარსკვლავი უნდა იყო, ან უკვე ვარსკვლავი. და შაინი არის უკვე ვარსკვლავი. სახელი კი აქვს ისეთი შაინინგ. ყინვალებას რასაც ნიშნავს. ნუ პრივილეგია არის, რა თქმა უნდა, თქვენს რადიო სივრცეში ამ პიანისტის საუბარი და ამაში დარწმუნდებით, როდესაც მოხვალთ, იხილავთ მას სცენაზე ორ ფრანგ ვირტუოზ მუსიკოსთან ერთად. იგი წარადგენს თავის ავტობიოგრაფიულ მუსიკალურ ალბომებს, რომელიც ახმად ჯამალთან ერთად გამოსცა პარიზში და ახმად ჯამალმა სხვა შორის ახალი თაობის მუსიკოსებს არა მარტო გზა გაუკაფა, არა მარტო აღზარდა, არამედ გვერდში დაუდგა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ აღზრდი ნიჭიერს, მაგრამ მას მხარი უნდა დაუჭირო. ნუ მისცე რაღაცა ფორა. რა თქმა უნდა, ფორა უნდა მისცე და ისეთი ჩანაწერია მიმართვა საერთაშორისო ფესტივალების დამფუძნებლებისთვის და აი ამას რომ ვუსმენდი, რომ გამოდის თვითონ ახმად ჯამალი და ამბობს ფესტივალის დამფუძნებლებო, დირექტორებო, პროდიუსერებო, ნახეთ, გთავაზობთ. თქვენ იქნებით გამარჯვებული, თქვენ იქნებით წარმატებული, რომ ამ ადამიანს მოახვედრებთ და წარადგენთ თქვენ ფესტივალის საინტერესო დამოკიდებულება არის და ხო რაღაცა გადაცემა თითქოს თავისი პლატფორმის. ანუ ეხლა მშობლები ახსენეთ, რომ დედა უსმენდა ამერიკის ხმის ეთერშიო და რეალურად ჩვენ ყველანი რაზეც ვდგავართ, ეს არის მშობლებისგან მოცემული კულტურა და თქვენ შემთხვევაში და ამ ფესტივალის შემთხვევაში ეს პირდაპირ ჩანს, იმიტომ რომ მშობლის მამის სოსოლაღიძის სახელს ატარებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. და რაღაცაერთ უფრო ფართოა მისი შინაარსი, ვიდრე უბრალოდ მუსიკოსების მოწვევა, ხო? ბატონი სოსოს სახელით ამართლებს ამ ყველაფერს, ისიც ამართლებს, რომ წლევანდელ პროგრამაში არის თეატრალური ნაწილით შემოსული, ხო? აი ამაზეც ვისაუბროთ, ანუ რაღაცა სინთეზურია, ეს არ არის მხოლოდ ჯაზმენების და კარგი მუსიკოსების მოწვევა. იმიტომ რომ ხო, ჩვენ აი როგორ გითხრათ, აღსანიშნავია ეიფმანის ბალეტი. ანუ უკვე საშემსრულებლო ბალეტი ანა კარენინა იყო რომ ჩამოიტანეს და ვნახეთ წლების წინ მახსოვს. ძმები კარამაზოვები, როდენი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ რას წარადგენს ხო ზოგადად ეს ფესტივალი მახსოვს მე როდესაც ეს იყო 5 თვის წინა წლის ნოემბერში როდესაც ამერიკა მიხეილ მრევლიშვილმა თვითონ რეჟისორმა რომელმაც დადგა ბერგმანის პიესის მიხედვით რეპეტიციის შემდეგ სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალურ თეატრში იმდენად მოვიხიბლე ამ ორთა თამაშით აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი დავასახელოთ ლერის როლში და მარინა კახიანი რაქელის როლში არის რაღაცა ოდნავ თავისი ხაზი ანუ რეჟისორის ხაზი და ხედვა ჩანს ამაში მაგრამ ისე ფაქიზად არის აი ეს ცვლილება ჯერ არა ცვლილებას ვერ დავარქმევთ ამას მაგრამ აი ძალიან ფრთხილი ჩარევით ეს ყველაფერი იმიტომ რომ იქ სამ პერსონაჟზეა საუბარი მაგრამ აქ მესამე პერსონაჟი არ ჩანს და მე მახსოვს ბერგმანის სატელევიზიო სპექტაკლი რომელიც მან დადგა თავის სცენარის მიხედვით ინგმარ ბერგმანმა და როდესაც გიხვალთ და მარინა კახიანის და აკაკი ხიდაშელის მიერ შესრულებულ ამ როლებს იხილავთ თქვენ მიხვდებით რომ უფრო თეატრალიზებულია ეს წარმოდგენა იქ მაგალითად აი გეტყვით რომ აი ეს რომანტიული ელფერი აი ტონები აკლია
უფრო ცივია. სატელევიზიოს და ბერგმანისეულ ვერსიას. აქ ალბათ ქართული ექსპრესიაც შემოვიდა. ქართული ექსპრესია იმდენად მოვინუსხე, რომ დავურეგე. შევხვდი რეჟისორს და პირდაპირ ვუთხარი, რომ ფესტივალისთვის, სოლახეთის სახელობის ფესტივალისთვის ის იქნება პატივი თქვენი მოწვევა. და ჩაჯდა პროგრამაში, ხო? პროგრამაში 16 მაისი. 16 მაისი სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში იქნება ეს წარმოდგენა. დიახ, და 12 მაისს ნოვრასლის დიდი სურვილი აქვს, რომ ქართულ ჯაზმენებთან კი არა, ქართულ ფოლკლორისტებთან, მუსიკოსებთან, ვინაიდან პირველი გამოცემა ალბომის ბაქოდან ნიუ-იორკამდე მან პარიზში როდესაც წერდა ამ ალბომის მიწვეული ყავდა ქართველი. მე არ ვიცნობ ვინმე ირაკლი ქოიავა. და იყო რაღაცა ირაკლი ქოიავა რომ მოვიწვიო ღონისძიებებზე. ამიტომ უფრო ფოლკლორისტებს და გუშინ სხვათა შორის ირიაოს ქონდა არაჩვეულებრივი კონცერტი გრიპოედოვის თეატრში ეთნო ჯაზ ბენდ ირიაოს და დავით ქავთარაძის შვილის შესრულებით. ძალიან ისეთი შტაბეჭდილება მივიღე. რა კარგია. მასთან სურს საუბარი და კიდევ ირიაოს. და შეიძლება რომ 12-ის jam session-ში რაღაცები დაგეგმოთ ერთობლივი. უნდა იყოს კი ზუსტად. და ესე იგი განრიგება. ხო, აი ასევე აუცილებლად ვთქვათ 28 მაისი და მე მისი ალბომით, ანუ ბოლო დასკვნითი ღონისძიება ფესტივალის იქნება 28 მაისს. ფრანგი აკორდეონისტი ვინსენტ პეირანი ჩამოვა საქართველოში. 5 ვირტუოზი ფრანგი მუსიკოსი, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მსოფლიო მსმენელთა დაპყრობას, სრული, როგორ გითხრათ, აი ისეთი დინამიკით, ესეთი აი ეს დინამიკის ოსტატობა ჩანს. როგორ ანვითარებენ და ქმნიან აი ამ მუსიკალურ სცენარს, როგორ თავიანთი ნიჭიერებით ის ექსტრავერსია, რომელიც იგრძნობა მათ შემოქმედებაში, ან როგორი ის ბობუქარი შერწყმა არის, ან აი ამ ყველაფრის ბალკანური მუსიკა, ახსენეთ იქ ჩვენ აფრიკული ჰანგები, ну რა თქმა უნდა ჯაზის ელემენტები, ფრანგული შანსონი, აი ეს ყველაფერი, აი ესე დახვეწილი გემოვნებით მოიტანო მსმენელამდე. ამასაც მე მგონი დიდი ვაჟკაცობა უნდა. დიდი ვაჟკაცობა უნდა ასეთი არტისტების ჩამოყვანასაც. აი რანაირად ხდება? ჯერ შერჩევა, რომ აი ყოველი წელი ახლოვდება ხო და უნდა მოვიდეს ფესტივალის თარიღი. აი რისი მიხედვით არჩევთ? ვინ შეიძლება მოიწვიოთ, ვინ მოუხდება ჩვენ აუდიტორიას, ვის მიიღებს ჩვენი აუდიტორია. მაგრამ მე მეორე ამ ხალხს როგორ ითანხმებთ? აი ცოტა ჩაგვახედეთ ამ პროცესში რა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს გაზრდაში, ყველანაირად. გარდა მშობლებისა, რიშარ გალიანომ და რიშარ გალიანოს პროდიუსერმა. სხვა დრო იყო, მე რო ვადარებ დროებს, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი. რაღაცა შეიძლება ის წინაწლები ვიღაცისთვის უფრო რთული იყო, მაგრამ რაღაც როგორც პარალელურ სამყაროს ისე ვუყურებდი ყველაფერს, რაღაც სიმარტივე უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან. ალბათ ეს ყველაფერი არის ხასიათიდან გამომდინარე. გალიანო ყოველ წელს, შეიძლება ყოველ წელს არა, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე მიქმნიდა კომფორტს. იყო შემთხვევები, როცა საერთოდ ფული არ ქონდა ჩვენ რითი უნდა დაგვეფინანსებინა ეს არტისტები. მაგრამ ის მოდიოდა. მოდიოდნენ, გვაცლიდნენ, ოღონდ მე არ მენერვიულა და ძალიან დიდი როლი ითამაშა მან და თავისმა პროდიუსერმა ისე ითანხმებდა, ისე არჩევდა, ისეთი introduction, რასაც ქვია, ისეთი შესავალი ქონდა, ისე აღწერდა და ქვეყანას და მასპინძელს, იმიტომ რომ ეხა ამ ხელა ასეთი რანგის არტისტი, რომ ჩამოდის მაშინ პატარა ვიყავი, ხო? ვინ არის ეს ანილაღიძე? ხო შეიძლება ისე მიფრინდავენ ზოგადად, ისე ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, რომ დღესაც ძალიან ბევრი ევროპელი პროდიუსერი არის შემთხვევები, რომ ჰონორარები ანიწელება დროში, ყოფილა შემთხვევები, როცა ცუდად დამთავრებულ პროცესს ხელს არ უშლის. აი დობა რისკიც არის. და მე უკვე მათთან ერთად იზრდები ყველანაირად. შემოქმედებითი მხარე იქნება სულიერი. მე მახსოვს, როდესაც გავაცილე გალიანო სექტემბერში, 1 საათნახევარი მოგვიწია კაფეში ერთად ყოფნა
იმდენ საინტერესო თემაზე ის იქნებოდა პირადი ცხოვრებისეული, მისი განცდა, რაზე ფიქრობს, რისი დაბრუნება უნდა და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ როდესაც შენ აი ამ შენს ბიოგრაფიას, ანუ მინდა ახსენო, რომ ხო აქვს ამ ფესტივალს და კიდევ კომპანიას თაგის არსავისი ბედი, რომ გადახედავ ყველაფერს, ტრანსპარენტულია ყველაფერი და ისეთი სუფთა და კამკამა, რომ ვხარობ მე ამით, შეიძლება ბევრი სევდა კონდეს ყველა ამას თანხლები, რა თქმა უნდა, ჩავარდნები იყო, პროდიუსერი ხარ, განცდაც არის, ყველაფერია, აღმავლობა არის, მაგრამ მთლიანობაში ეს არის დიდი ბედნიერება. მე დაუბრუნდი ამერიკაში, გარკვეული წელი გავატარე იქ, მაგრამ მე მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანას ჭირდება ჩემი თავი, იმ დოზით, იმ თუნდაც ნიჭიერებით, იმ ყველაფრით, რაც მე გამაჩნია, რისი მატარებელიც მე ვარ ზოგადად. და აი ამ ასეთი სამუშაო პროცესით ფაქტია, რომ ამ ფესტივალმა დაწერა უკვე ისტორია, ხო 2017 წლიდან უკვე მომავალ წელს 10 წლის იუბილე გექნებათ და ახლა წელს შარშან ამ თანამედროვე პერიოდში ამ ხალხის მოზიდვა ამ ისტორიითაც ხდება? რომ ეს არის ფესტივალი, სადაც გალიანო არაერთხელ იყო, სადაც კაილი სტუდი იყო სტუმრად და ასე. წარმოვიდგენდი კლინტის სტუდი, რომელიც მიყვარდა. კლინტის ხო და აი ეს სახელები მუშაობს. მარიკა, მეთქარი ანა მარია კინო უყვარს ძალიან, ზოგადად კინომსახიობობაზე ფიქრობდა ერთი პერიოდი და აი ერთ რამეზე მწყდება გული მეთქი, რომ აი ცოტა წლები რო უკან დავწიოთ მეთქი, ხო ავიღებდი ტელეფონს მეთქი და კაილს ვეთყოდი, კაილ, რას აკეთებს მამა შენი? გამოიყვანეს საქართველოში. 3 წლის წინ მაგალითად იღებდა, 95 წლის არის კლინტის სტუდი იღებდა ფილმებს და პირდაპირ ვეთყოდი, რომ აი თუნდაც პატარა როლში ანა მარია, გავფრინდებოდი დედა მეუთხარი, აუცილებლად გამოჩნდებოდი მეთქი მის გადამღებ მოედანზე და როგორ მარტივად გესახებაო ყველაფერიო და აი არის სირთულეს მე ყოველთვის რაღაცა ვამარტივებს. ცხოვრება ზოგადად რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ხასიათს გააჩნია. ყველაფერი ხასიათთან დაკავშირებულია. მაგრამ ფაქტი არის, რომ მარტივად თურთულად ეს ხალხი ქართულ სცენებზე სწორედ ამ ფესტივალით ჩამოდის. ეს ხო ესე. როგორ უყვართ ჩვენი საზღვრები. რა მოწონთ ყველაზე მეტად? აი ესეც ჭრელია ხო მათი გეოგრაფიაც, წარმომავლობაც, მაგრამ აი საქართველოში რას პოულობენ? თავარი ერთი რა ერთიანებს ამ ყველაფერს? ზრუნველობა ჩვენი. როგორც აი მე მაგალითად მათზე ვზრუნავ, როგორც დედა ზრუნავ შვილზე. სანამ ფარდა არ დაიხურება, სანამ მე არ გავიგებ, რომ ისინი ჩაფრინდნენ მშვიდობიანად და მე იციან, აი პაულო ფრეზო მაგალითად ტრანზიტული რეისი ქონდა, რომელმაც წელს ოლიმპიური თამაშები გახსნა. პაულო ფრეზომ აი სანამ სახლში არ შევიდა. მანამდე ურეკავდით? თვითონ რეკავენ უკვე. აქ ვართ, ასე ვართ. მადლიერები არიან და თქვენ იცით, რომ ხილი პროდიუსერი, აი ესეთი კომპანიების წარმომადგენლები უკვე თვითონ მირეკავენ და ამბობენ, რა ხდება მომავალ წელს, მოდი ეს გავაკეთოთ და ესეც რაღაც პასუხისმგებლობაა, ბედნიერი ვარ ამით. ჯგუფი მყავს ძალიან საინტერესო, ერთგული და მათთან ერთად დღემდე ძალიან კარგი. ყველაფერი გამოდის. ეხლა ესეთი შეკითხვა მაქვს მსმენელი და ჩვენი მაყურებელი, ვინც დაინტერესდა ამ ღონისძიებით და მაგალითად დაინტერესებულია ამ აზერბაიჯანელი პიანისტით, ხო, შაინ ნოვრასლით, ხო. გაითვალისწინოს, რომ 11 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იყოს საერთოდ სხვა პროგრამა და 12-ში უფრო ჯემს მეიშენი თათუზას ჯაზ კლუბში. აი ეს როგორ გადავახარისხოთ? ნორასლის შემოქმედებაზე აზერბაიჯანული ჯაზის ფუძემდებელმა ვაგიფ მუსტაფაზადემ დიდი როლი იქონია და შემოქმედებაზე გავლენა. მუსტაფაზადე, რომელიც თბილისში რაღაც ხანი მან დაყო, ორირაშიც იყო მიწვეული სხვათა შორის და თავად ბატონ თათუზაზე თამას ყურაშვილის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ჯაზის განვითარებაში. ამიტომ რაღაცა სიმბოლურია, ხო? ასეთი მდიდარი მემკვიდრეობის ადამიანი ჩამოდის და თამას ყურაშვილის ჯაზ სახლობის ჯაზ კლუბში უკრავს. შევა
სამწუხაროა რომ ის დღეს არ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ დიდი ადამიანი იყო, როგორც არტისტი, როგორც პიროვნება, მე მას ვიცნობდი. რა კარგია რომ მისი სახელი თუნდაც ამ კლუბის ირგვლივ ისე დარჩა, რომ თქო ვინც აქამდე არ იცოდა, თქვა არ ქონდა შეხება ახალმა თაობამ, ხო მაინც მოიკითხავს, რომ რას ნიშნავს ეს თათუზა ჯაზ კლუბი და მიხვდება ვინ იყო თათუზა. მე მახსოვს ნიუ-იორკში ვიყავი, ბერლინში და როდესაც დასრულდა კონცერტი და მიყვარს ყოველთვის კულისებში მისვლა, ავტოგრაფის აღება, CD-ს შეძენა და როდესაც ველაპარაკებოდი არტის იქ ერთმა მუსიკოსმა ესე აწია თავი და ბასისტი იყო და ესე მითხრა საიდან თბილისიდან საქართველოდანო იცნობთო ტომას ყურაშვილი ტომას როგორ არა მეთქი და ისეთი მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მე მასთან ვუკრავდიო და თქვენ გენიოსი ყავთო. აუ რა სასიამოვნოა, რამას რომ მიიღებ მოულოდნელად სულ სხვა ქვეყნისგან და სხვა არტისტისგან. და როგორც ახმად ჯამალმა იწინასწარ მეტყველა 2019 წელს, როდესაც ნოვრასლისთან ერთად გამოსცა ალბომი From New York to Baku, From Baku to New York, უკაცრავად ბაქოდან ნიუ-იორკამდე, სადაც აღწერილია ნოვრასლის მუსიკალური მოგზა ავტობიოგრაფია. ასეთი რამ იწინასწარ მეტყველა ახმად ჯამალმა. გავაწლები რაი ნოვრასლი მუსიკალურ სამყაროზე წარუშლელ კვალს დატოვებს. და უკვე არის ეს დრო? არის საოცარი ახლა გუშინ ეზიაროთ მის მუსიკას. ვფიქრობდი მარიკა შენს გადაცემაზე და მსმენელებთან შეხვედრაზე. ყოველთვის ვემზადები, ვკითხულობ, ვეცნობი ზღვა მასალა არის. ნოვრასლიზე თან ვუსმენდი. ფონურ მუსიკათან ვუსმენდი ყველაფერზე. იცით რა ხდება? იმის მაგივრად რომ მე გამეგრძელებინა კითხვა, მე ვჩერდებოდი. აი ეგ არის რაღაცა ისეთ განცდას, ამოუხსნელი განცდა, აი რა რითი გამოვა, თქვა ზის მსმენელი ხო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და როგორ მივყვებით ჩვენ კვალდაკვალ აი ნოვრასლის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ნაწარმოებს, ეს იქნება თავისი ყინვალი კომპოზიტორია, ეს იქნება ჯონი მიჩელის ნაწარმოები, მაიკლ ჯექსონის, თელონიუს მონკის თუ დიზი გილესპის ჩერდებოდი და ესე და ესე შეფასება ქონდა. ესეთი პაუზები. და ეს გაგრძელდა 4 საათამდე. 4 საათამდე დილის. ხო, ესე იგი დიდი სიამოვნება გველის 11 და 12 მაისს. ერთი ცოტა ისეთი პირადი შეკითხვაც მაქვს. რა მიმართულებით? ერთია კონკრეტულად ამ ფესტივალის თარიღები, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მე დაკვირვებული ვარ, რაც კი საინტერესო ღონისძიება ტარდება საქართველოში, დარბაზში აუცილებლად ხედავთ ანი ლაღიძეს. ეს რა დამოკიდებულება? ეს არის ის, რომ მაჯისცემაზე აუცილებლად უნდა გქონდეს ხელი, რომ სად რა ხდება, ყველა დარბაზი ვინსაც სტუმარი ჩამოდის, რომ რაღაცა ავანგარდში იყოთ და პარალელურად იფიქროთ იმაზე, რომ თქვენივე ფესტივალის თარიღებისთვის რა მოამზადოთ და თან ალბათ ეს არის იმის კარგი დამოკიდებულება, კოლეგიალურიც იმისა, რომ ვინ რას ახერხებს ჩვენს რეალობაში. ბევრ სამწუხაროდ ეს არა აქ და ბევრ რაღაცა მარტო თავის სივრცეში და თავის თარიღებშია ჯაკეტილი და თქვენ ყოველთვის ხართ დარბაზში, ხამოდით გუშინ ირიაუს კონცერტზე იყო. ისტორიაში უკაცრავად გავუშვი, სასაული ხმები, როგორ არ შეიძლება. ხო, რამდენჯერ კონსერვატორიაში შევხვედრილად, გონსალო რუბალკაბას კონცერტზე შევხვდით და ასე შემდეგ. ეს სულ კომპლიმენტებით ვამდიდრებ ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ვიშურებ არც ერთ სიტყვას ჩემი კოლეგების, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი თვითშეგნების მაგალითი, რომ მე მგონი სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ თან ცოდნა იმის რო რა ხდება და თან გაზიარება სხვისი წარმატებისაც, ხო? უფრო მეორე, იმიტომ ის არ არის ის, რომ ავანგარდში ვიყო, ყველგან არ დავდივარ, მარიკა, იმ აპატიო, მაგრამ ყოველთვის ვარჩევ, ისე როგორც ვარჩევ საუკეთესო ჩემი ფესტივალისთვის, ის თამასა ვიჭირავს თავისუფლად შემიძლია ვთქვა და რო ამბობდნენ რომ ნოვრასლის ნაცვლად იქნებ უფრო ისეთი რომელიც დღეს არის უფრო პაპსური არა ნოვრასლის შევა ზუსტად იმ დიდი არტისტების სიაში რომელიც ამდიდრებს ამ საფესტივალო პროგრამას თუ მონაწილეთა სიას და თავაწეული შემიძლია ვთქვა და ბედნიერი ვარ რომ ნოვრასლი გახსნის თბილისი რიტმ 20-26 სეზონს
რა საინტერესო შეკითხვა იყო, უფრო მეორე. უფრო მეორე, სხვათა კოლეგიალობა და გამოხატო, უნდა დაწერო, უნდა შეაქო, უნდა დაუკრა ტაში, ეს ტაში უნდა იყოს ალალი, როგორც იყო მაგალითად გუშინ ის ურა უნდა მოდიოდეს შენი გულიდან. მე გუშინ შევედით გულისებში მივულოცეთ, ჩავეხუტეთ, აი ვერ ვცილდებოდი ჩემს უსაყვარლეს დავით მალაზონია, როგორ შეიძლება არ მიულოცო. და პირიქით, მე მაგალითად სიამოვნები დღეს მინდა გავაკეთო პატარა ვიდეო კოლაჟი, აი ამ რილსებით რაც გადავიღე გუშინ და საერთაშორისო ისეთ ძალიან პრესტიჟულ ფესტივალებს გავგზავნო მასალა. და თან აი მნიშვნელოვანია ამ წლების განმავლობაში ისეთ კონტაქტებს აგროვებთ, რომ თქვენი სოციალური გვერდებიდან რა ინფორმაციაც გადის, ეს ზოგადად საქართველოს პოპულარიზებას გამოდის, არ არის ესე, იმიტომ რომ ისინი ხო ხედავენ. რა თქმა უნდა, გუშინ ვფიქრობდი, აი რაღაცა სიტყვა იყო ადრე მახსოვს ჩვენს ბავშვობაში, აგიტაცია და პროპაგანდა, ხო? აი ზუსტად ეს არის. შენი მე რა არის იცით მოდიან აი ვთქვათ საქართველოს უკეთ გაცნობისთვის აი ვთქვათ მოყვებიან მათ ერთი ეგ არის მარიკა უნდა გითხრათ ძალიან საინტერესო თემა არის შევეკითხე მე გალიანოს იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ამბობს მე მომავალ წელს ან როცა შემდეგი გასტროლი დაიგეგმება ჩამოვალ ჩემს მეუღლესთან ერთად და აი ეს ჩამოვალ ჩემს მეუღლესთან ერთად არასოდეს არ შეუსრულებია არასდროს რატო იმიტომ რომ ცდილობენ უფრო ცით როგორ არის თავისუფალნი უნდა იყვნენ ოჯახის წევრებისგან უფრო კონცენტრირება ხდება თავიანთ შემოქმედებაზე. მეუღლე ვერ აზიარა ესე იგი ქართულ მასპინძლობას და ქართულ კულტურას. მე აქედან ვუზიარებთ, აი ეს ფოტო, იმასთან ეს მოხდა, ეს რაღაც აქ შევედით, ამან გვიმასპინძლა. რა თქმა უნდა, მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ იქნება. აი თქვენ რო ახსენეთ მასპინძლობა, იმათაც უხარიათ. ხარ ერთის მხრივ როგორ არის იცით ესეც ხო რაღაც რეკლამის კუთხით მაგრამ კარს აღებს ის გასტრონომიული სივრცე რომელიც პატრონი არის ჭკვიანი ჭკვიანი ნამდვილად იმიტომ რომ იცის მან რა ნიშნავს ასეთი სტუმრების მასპინძლობა საერთო კონტექსტში მარტო ის ერთი დღე და ის ერთი კონცერტი არა ბაღახვილები არსებობენ კი ძალიან კარგი და კარგი იქნება თუ ბევრი ჭკვიანი ადამიანი იქნება კონტაქტზე თქვენთან ისეთი განრიგი გაქვთ უახლოეს თვეში უფრო მეტი საქმიანი საქმიანი ანუ კორპორაციები და ბიზნეს კომპანიები უფრო მეტად უნდა იყვნენ ხელოვნების ზოგადად კულტურული პროექტების გვერდით ძალიან მნიშვნელოვანია მე თუ მკითხავთ ბიზნეს ვალდებულებაც უნდა კონდეს რომ ხელოვნებას გაუწიოს მხარდაჭერა, იმიტომ რომ ლონდონში მაგალითად ერთ-ერთ თეატრში მაქვს ნანახი ამის მაგალითი, რომ ადამიანები ვინც თავიანთი ფინანსური ინვესტიცია ჩადეს თეატრის აშენებაში, შემდეგ სიმბოლურად მათი სახელი უბრალოდ თეატრის სკამებს აწერია ზურგზე, ხო, ეს როგორი სიმბოლური კავშირია, მაგრამ თან ჩანს ის რომ მხარდაჭერა და ბიზნესი არის პასუხისმგებელი კულტურის მაღალ დონეზე ყოფნისა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. სახელობის თქვა ლოჟა რო არსებობს ან აბა რა როგორი თან პრესტიჟია და თან ჩანს ეს რაღაც კარგი ჟესტი ისეთ დიდ მსხვილ ბიზნესმენს ვისაუბრებოდი უცხოელი როდესაც აქ დაჭირდა ერთ-ერთ ფესტივალს და მე ვთხოვე მას და კიდევ სხვა პროექტებისთვის მან თავისუფლად პროექტებში გაიღო თანხა და რო შევეკითხე რა გავაკეთოთ მეთქი თქვა რა გნებავთ სადგან ვათავსოთ თქვენი კომპანიის ლოგოტიპი ლოგო ბანერი და რაღაცა არაფერი არ მინდა მაშინ რაზღებულობთ მეთქი pleasure სიმამოვებას ეს არის თავარი ერთი კიდევ ის არის რომ ეს ფილანტროპული სული ჩვენთან შესუსტებულია ძალიან მე ვფიქრობ ფილანტროპული სული დარჩა ძმების უბალაშვილების და სარაჯიშვილების და მათი მაგალითებით იმ ეპოქაში მათ წაიღეს იქ სადაც არიან დღეს ეგეთი სიტყვა სიამოვნება და pleasure რასაც ნიშნავს გარანტირებულად გველის მეგობრებო თბილისი რიტმზე ყოველი დღე 11 მაისი 12 მაისი 16 და 28 ის იქნება სრულყოფილების ზეიმი ჩემო კარგებო ახალი თაობის ნიჭიერი მუსიკოსები მოვლენ ჩვენთან განსაკუთრებით ნიჭიერ თააწლედიდან იმიტომ რომ მე ვნახე მაგათი კონცერტი ჯაზის საერთაშორისო დღეს და ისე როგორც ახმად ჯამალმა აღზარდა და წარუდგინა სოფლიო ანუ პროდიუსერებს ეს გენიოსი პიანისტი
და არტისტი, აი ესე უნდა მივცე ჩვენ შესაძლებლობა, იმიტომ რომ მე ეგ ვთქვი მარიკა, როდესაც მე გავიზარდე იმ ეპოქაში, როდესაც სადაც როდესაც შეიქმნა რიჩარდ მესამე მეფე ლირი როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის და როდესაც გამოვდიოდი რუსთაველის თეატრის დარბაზი და კავკასიურიც არსისრია მე ვიცვლებოდი ხო, ყოველი ახალი ციგნის საკითხვასავით არის როგორც ზოჩანაშვილი ამბობს, ყოველი ახალი სპექტაკლი, კონცერტი, გაზიარება არის მე მახსოვს როდესაც დავასრულე ასას აღარ მახსოვს რომელი ნაწარმოები არ მინდა ეხა შემეშალოს ვაკოცე ციგნის ფურცელს კი ო ეს განცდა დიდი რამე ეს მარტო ხელოვნებას შეუძლია პრინციპში მოკლედ ვინიშნავთ ორგანიზებულად გეტყვით 11 მაისი კონსერვატორიის დიდი დარბაზი აზერბაიჯანელი პიანისტი და არტისტი შაინ ნოვრასლი სხვადასხვა წელს დომინირებენ ფრანგები დომინირებენ შემდეგ 12 მაისს იგივე არტისტი სულ სხვანაირ ამპლუაში და ჯეიმს ეიშენები თათუზა ჯაზ კლუბში სპეციალურად მისი შვილი ჩამოდის დიდიო ლოკვუდის სახელობის მუსიკალური სკოლიდან ერთ-ერთი ვირტუოზია ამ შეუერთდება ესე იგი ჯაზ ტრიოს შემდეგ 16 მაისი უკვე თეატრალური წარმოდგენა და პირველად ფიქსირდება ამ ფესტივალზე თეატრალური ნაწილი სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში მარინა კახიანი და აკაკი ხიდაშელის სპექტაკლი რეპეტიციის შემდეგ და დასკვნით ღონისძიება 28 მაისი ფრანგი ისევ აკორდეონისტი ვინსენ პეირანი რომელიც თავის ალბომს წარადგენს საქართველოს საპრემიერო ალბომი ზუსტად აი ამ ალბომის ველოდებოდი მე 4 წელიწადი რო თბილისში ჩამომეტანა და აი ასე დასრულდება წლევანდელი დახურვის საღამო არის ძალიან ყველასთვის დემოკრატიული ხელმისაწვდომი ხო ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ფესტივალი ეს არის ყველასთვის და არა რაღაცა განსაკუთრებული კლასტერის ესეც გაითვალისწინეთ ბილეთებზე უკვე შეგიძლიათ ზრუნვა დაიწყოთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისი რიტმი 11-დან 28 მაისამდე ესეც საინტერესო განრიგს გთავაზობთ ანი ლაღიძეს დიდი მადლობა რომ დილით ეთერში ეს ყველაფერი გაგვიზიარა მე მგონი ისეთი საუბარი გქონდა შემოქმედების გაზიარება ეს მარტო პროგრამაზე საუბარი არისო და დიდი მადლობა დიდი მადლობა ამ მუხტისთვის ამ რიტმისთვის აბა წარმატებული ფესტივალი წარმატებული ფესტივალი დიდი მადლობა ეს ეთერი და ეს ფრაგმენტი დასრულებულია ჩვენ ახლა ცოტა შევისვენებთ და 11 საათიანი საინფორმაციო შემდეგ დაგიბრუნდებით და უკვე სატელეფონო ჩართვით ვისაუბრებთ ვენეციის ბიენალეზე რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება და ქართული პავილიონი როგორი იქნება გვექნება მცდელობა იმის რომ აუდიო ფორმატში რადიო ექსკურსია მოვაწყოთ ქართულ პავილიონში ქართული პავილიონის კურატორებთან ერთად დაგიბრუნდებით 11 საათიანი საინფორმაციო გამოსვლების შემდეგ დროებით მადლობა ყურადღებისთვის თქვენ უსმენთ რადიო იმედს